9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა დღეს დიდების ხეივანში. ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ადგილზე ის ფოტომასალაც იქნა გამოფენილი, რომლებშიც 26 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები და მოვლენებია ასახული. ნახეთ თამარ ლოლაძის სიუჟეტში. დიდების ხეივანში მემორიალთან დღეს 26 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. ადგილზე რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი სოფო ჯიქია და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ. ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. 26 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და ამით მოხდა ის, რომ რუსის ჯარი ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის ჯარი შემოვიდა და არაჩვეულებრივი ახალგაზრდები დაიღუპნენ. ის იყო საწინდარი იმისა, რომ ქართველები თავისუფალი ყოფილიყო. უკვე 26 წელიწადია ამ დღეს აღნიშნავთ. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის საქართველოს ისტორიისთვის. ეს დღე არის ფაქტობრივად ის დღე, სადაც ადამიანებში მათ სულიერებაში მოხდა გარდატეხა და ეს არის მაგალითი თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ხვალ. ადამიანებმა ვინც თავი გაწირეს, ისინი სანთლებივით ჩაიწვნენ და მათი ხსოვნა ყოველთვის იქნება ჩვენ მეხსიერებაში. ეს დღე არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ქართველებმა, არ უნდა დავივიწყოთ რისთვის გაწირეს თავი იმ ახალგაზრდა ქალბატონებმა, ქალებმა, ბავშვებმაც და ვაჟკაცებმაც და ეს არის სიამაყის, იმიტომ ვამბობ, რომ ასე ერთიანი საქართველო არასდროს არ ყოფილა როგორც იმ დღეებში. ერთსულოვანი, ერთმუშტად შეკრული, იმან გამოიღო შედეგი, რომ საქართველო მიაღწია დამოუკიდებლობას. დღესვე დიდების ხეივანში რამდენიმე სიმღერა შეასრულეს ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის მერუსთველის წევრებმა. და ეს სიმღერები შეესაბამებოდა დღევანდელი დღის სულისკვეთებას. ვინაიდან დღევანდელი დღე არის არა მარტო იმ დაღუპულთა 9 აპრილის დაღუპულთა გახსენების დღე. ეს არ არის გლოვის დღე, მე მინდა გითხრა, ეს არის ზეიმის დღე, ვინაიდან დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელოვანი თარიღი. ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საკრებულოს წევრებმა და მერის სამსახურების უფროსებმაც.